გზავნილი თქვენთვის და გაფრთხილება, რა უნდა იცოდეთ დღეიდან 9 დღის მანძილზე. ზოგადად ორივე ვარიანტისთვის 9 რიცხვს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დააკვირდით, მოინიშნეთ 9 რიცხვი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი გზავნილი თქვენთვის. მიენდეთ შინაგან ხმას, ინტუიციას და აპაუზეთ ვიდეო. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. პირველ რიგში აქ არის სიახლე. ტრანსფორმაცია, აქ არის გააზრება იმისა, რომ ცხოვრების ერთი ეტაპი უკვე დასრულებული არის და აუცილებლად უნდა წახვიდეთ სიახლეში. სიახლეში წასვლა ნიშნავს თქვენს ცვლილებას. აუცილებლად დღევანდელი დღიდან 9 დღის განმავლობაში დააკვირდით თქვენ შინაგან მდგომარეობას, სიტყვებს, რამდენად იცვლება თქვენი მეტყველება, აზროვნება, მიდგომა საკუთარი თავის მიმართ, ირგვლივმყოფი ადამიანების მიმართ, სოფხედველობა გეცვლებათ. იცით, ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპში გადასვლა და ტრანსფორმაცია არის აქ განმეორდები. ასევე მოდის ენერგია ნორჩი ადამიანების, ახალგაზრდების, აი იმ ახალგაზრდულ ენერგიას გრძნობ. იმ დაუვიწყარ პერიოდს, როდესაც აი აბიტურიენტების განსაკუთრებულად ახლა გეხსნებათ ახალი პერიოდი, ახალი გზები და მთელი გულით გისურვებთ წარმატებას. წინიარეთ, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჰაეროვნება შეინარჩუნეთ, შინაგანი სიმსუბუქე შეინარჩუნეთ და რაც არ უნდა იყოს თქვენს გზაზე, ამაყად აწიეთ თავით და იარეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სხვათა შორის ვინც ქრონიკული დაავადებებისგან იტანჯებოდა, ხო? რაღაც გამოსავალი იქნება აუცილებლად შემოკარგებო, ბევრად უკეთესად იგრძნობთ თავს, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც მთავარია. ვინც დიდი ხნის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა და ვერანაირად ვერ ახერხებდა მოლაპარაკების დასრულებას, ბინის ყიდვასთან დაკავშირებით უძრავ-მოძრავი ქონება, იქნება ეს მიწა, ოფისის გაქირავება თუ პირიქით, ესე რომ ვთქვათ, ყიდვა, მანქანა, ტრანსპორტს რაც შეეხება. ანუ ახალი ეტაპი იწყება, აქ არის თქვენი მიზნის ასრულება, აი წარმატება თქვენს მხარეს მოტრიალდება. ბევრი ვინც ელოდება დიდი ხნის მანძილზე ორსულობის გაგებას, ესე რომ ვთქვათ, ორსულობის დადგომას ვინც ელოდება, ან ვის შვილსაც ესეხება, შვილიშვილს ვინც ელოდებით დიდი ხნის მანძილზე, სასიხარულო ამბავი გექნებათ აუცილებლად. აი ვინც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობს უშვილობასთან დაკავშირებით, ხო ან გარკვეულ სახის პრობლემასთან, რომელიც აი ვერ დგება დაორსულება, ძალიან კარგ ამბავს დაელოდეთ. ელოდეთ კარგ ამბავს. და ზოგადად იცით რა არის პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო, კარგი პერიოდი გეწყებათ ახალი საწყისების, აი განახლების, რასაც ქვია. გილოცავთ, ყოჩაღები ხართ და იმსახურეთ. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებო, ვინც აირჩიეთ, ეს გეტყვით პირველ რიგში, რომ დააკვირდით თქვენს გარემოს, დააკვირდით იმ ადამიანებს, ვისაც თქვენ ანდობთ საკუთარ საიდუმლოებას. ვინც გონიათ, რომ არის თქვენი ერთგული, მოდით ფაქიზად გადაამოწმეთ, ვისაც ეუბნებით თქვენი სურვილების, საიდუმლოების შესახებ. რამდენად არიან ისინი სანდო. ან უბრალოდ გჭირდებათ ახლა ადამიანი გვერდით იპოვოთ, ვისაც გაუზიარებთ თქვენს სადარდებელს, თქვენს სიხარულს, ჰობის გაუყოფთ, რასაც ქვია და ერთად დაკავდებით თქვენთვის საყვარელი საქმიანობით, გაუზიარებთ საკუთარ ფიქრებს, ენერგიას. აქ არის როგორც მიღება, ასევე გაცემაც, რა თქმა უნდა. წარმატება გელოდებათ, განსაკუთრებულად იცით რა, ვისაც ყვავილების მაღაზია აქვს, ვინც მიწას ამუშავებს, ვინც სოფელშია და მიწათმოქმედებას ეწევა. აი ვინცაც აი მიწის სტიქიასთან აქვს შეხება განსაკუთრებულად, მათ გელოდებათ ძალიან დიდი წარმატება შემოკარგებო. დიდი ხნის განმავლობაში ასევე ელოდებოდით ადამიანისგან ზარს, მესიჯს. შეიძლება ეს იყოს უფროსი, შეიძლება ეს იყოს საყვარელი ადამიანი, ვისთანაც კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ, გესმით? აი ამ ადამიანისგან ელოდეთ გარკვეული სახით შეტყობინებას, გზავნილს, დარეკვას. სხვათა შორის რაც შეეხება კარიერის კუთხით, ხო? დიდი წინსვლა გექნებათ. თითქოს სამსახურის კუთხით, ხო? აი დაპაუზებული სიტუაცია გქონდათ, ვისაც კერძო ბიზნესი აქვს განსაკუთრებულად განმეორდები, ხო? თითქოს ვარდნის პერიოდი იყო, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ დანებდეთ.
აი დღეიდან 9 დღის მანძილზე აუცილებლად გექნებათ შანსი. უფრო აიწევათ თქვენი გაყიდვების პროცენტულობა მაჩვენებელი. კი, აქ ახალ ენერგიას ვხედავ. და სხვათა შორის გაფრთხილდით ჩემო კარგებო, დღეიდან 11 რიცხვიდან 9 რიცხვი და 11 რიცხვი დაიმახსოვრეთ, ვისთანაც მოგივათ კონფლიქტური სიტუაცია, გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანი არ არის თქვენთვის და პირდაპირ სამყარო და მფარველი ძალები გეუბნებიან, რომ უნდა მოიშოროთ ეს ადამიანი. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებო, თქვენს გარემოცვას დაუკვირდით, იმიტომ რომ თქვენი ფარული არაკეთილმოსურნე ადამიანი ძალიან მალე გამოაჩენს საკუთარ კლანჭებს და თავს. მე კიდე ყველას წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის. მომავალ შეხვედრამდე.